ირანი პანიკაში ვარდება და იარაღს მეჩეთებში შეაქვს. სწორედ მაშინ, როცა რეჟიმი აცნობიერებს, რომ ზეწოლა აღარ არის მხოლოდ საზღვრებზე, არამედ უკვე ქალაქების შიგნითაც. ამ ორშაბათს 2026 წლის 18 მაისს ირანის სახელმწიფო მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ იღებენ პრორეჟიმის სამოქალაქო პირები თავდაცვის წვრთნას რელიგიურ ობიექტებში, ავაზში, კერმანში, ბიჯარში, შირაზსა და ზახრედანში. ეს არის აშკარა მცდელობა, რომ ჩვეულებრივი მხარდამჭერები პოლიტიკურ და ფსიქოლოგიურ ბარიერად გადააქციონ ისლამური რესპუბლიკის დასაცავად. თეირანი ცდილობს წარმოაჩინოს, რომ მზად არის შეებრძოლოს შეერთებულ შტატებს, ისრაელს და ნებისმიერ გარე საფრთხეს, მაგრამ ამავდროულად მკაცრ გაფრთხილებას უგზავნის თავად ირანელებს, რომლებიც უარყოფენ რევოლუციურ გვარდიას და აიათოლების კონტროლს. ეს აჩვენებს შიშს, იმპროვიზაციას და სიჩქარეს, რათა შეინარჩუნონ სტრუქტურა, რომელსაც მიწა ერყევა. ამასაც მალე მოგიყვები. მაგრამ ეხლა შენ გინდა რომ არხზე გამოწერილი იყო, რათა კარგად ინფორმირებული დარჩე. ინფორმაცია რეალურ დროში, საუკეთესო ჟურნალისტური ხარისხით, რაც კი ოდესმე გინახავს. სანდოობის სტანდარტით მილსონ ალვესი. ირანის სახელმწიფო მედიის მიერ ნაჩვენებმა ტრანსლაციამ აჩვენა სესიები ავაზში, კერმანში, ბიჯარში, შირაზსა და ზაჰრედანში. Economic Times-ის მიერ გამოქვეყნებული ჩანაწერის მიხედვით, მონაწილეებს წარუდგინეს მსუბუქი იარაღი და მზადყოფნის ვარჯიშები მეჩეთებში. რეჟიმის უშუალოდ უსაფრთხოების სისტემასთან დაკავშირებული სტრუქტურების მხარდაჭერით. ირანის მთავრობა რელიგიურ სივრცეს იყენებს სამხედრო მობილიზაციის ვიტრინად, სადაც რწმენა, პროპაგანდა და შიში ერთ გარემოშია თავმოყრილი. რეჟიმი ცდილობს ეს ნაბიჯი ეროვნული თავდაცვის სახელით გაამართლოს, მაგრამ პოლიტიკური შეფასება ნათელია. გარედან სამხედრო კრიზისის ფონზე ის პირდაპირ საფრთხის წინაშე დგას შეერთებული შტატებისა და ისრაელის მხრიდან. შიგნით კი ეშინია, რომ თავად პოლიციისა და მოსახლეობის ნაწილი ცენტრალური ხელისუფლების ნებისმიერი დასუსტების შემთხვევაში გამოიყენებს ამ შესაძლებლობას, რათა შეუტიოს რევოლუციურ გვარდიას და იმ რელიგიურ სტრუქტურას, რომელიც სახელმწიფოს აკონტროლებს. პრორეჟიმული სამოქალაქო მოსახლეობის მობილიზაცია ემსახურება როგორც გარემტრებისთვის გზავნილის გაგზავნას, ასევე იმ ირანელების დაშინებას, რომლებიც აიათოლების მმართველობას არ ემორჩილებიან. ეს სცენა იზოლირებულად არ გაჩენილა. ერთი დღით ადრე, 16 მაისს, Iran International-მა დააფიქსირა, რომ ირანის სახელმწიფო ტელევიზიის წამყვარები სტუდიაში თოფებით გამოჩნდნენ. მათ განაცხადეს, რომ სწავლობდნენ იარაღის გამოყენების ძირითად წესებს და საჭიროების შემთხვევაში ომში ჩაერთვებოდნენ. სატელევიზიო არხმა თავად აღნიშნა, რომ ეს გამოჩენები სიმბოლურ და საგანმანათლებლო მნიშვნელობას ატარებდა. მიუხედავად ამისა, სიმბოლოს დიდი მნიშვნელობა აქვს. როდესაც რეჟიმის ტელევიზია პოლიტიკურ სიტყვას სტუდიაში იარაღით ცulis, ეს სიმშვიდის ნიშანი არ არის. ეს აჩვენებს, რომ პროპაგანდა საგანგებო რეჟიმში გადავიდა. ამ მექანიზმის უკან დგომის სახელი ცნობილია ბაზი. ეს მოხალისეობრივი მილიცია მოქმედებს როგორც ისლამური რევოლუციური გვარდიის დამხმარე ძალა, ემორჩილება უმაღლესი ლიდერის მიერ მართულ სისტემას და დიდი ხანია დაკავშირებულია მეჩეთებთან, უბნებთან და სოციალური კონტროლის ქსელებთან. CNN ბრაზილიან ბაზი უკვე აღწერა როგორც ძალა, რომელიც გამოიყენება თეოკრატიის შესანარჩუნებლად, ისლამური მორალის დასაწესებლად და განსხვავებული აზრის დასახშობად. სწორედ ასეთი სტრუქტურა ეხმარება ახსნას, რატომ ტარდება წვრთნები სწორედ მეჩეთებში და არა მხოლოდ ჩვეულებრივ სამხედრო ბაზებზე. მიზანი მხოლოდ სამოქალაქო პირების ტრადიციული ომისთვის მომზადება არ არის. რეჟიმმა იცის, რომ ირანში ფართომასშტაბიანი შეჭრა რთული იქნება, მაგრამ ასევე იცის, რომ ქირურგიული დარტყმები, ბლოკადები, ეკონომიკური კრიზისები და შიდა აჯანყებები შეიძლება კონტროლის განცდას დაარღვიოს. რეჟიმის მხარდამჭერების წვრთნაში ჩართვით, თეირანი ცდილობს შექმნას გაფანტული თავდაცვა, ადგილობრივი ზეწოლის ქსელი და მეთვალყურეობის გზავნილი ქალაქებში. ლოგიკა მარტივია, თუ ქუჩა პრობლემად იქცევა, რეჟიმს სურს ყავდეს ერთგული ხალხი, რომელიც ოპოზიციამდე ადრე დაიკავებს ქუჩას, მაგრამ ისინი ამას ახლა უცებ არ აკეთებენ. მათ იციან, რომ ამ ტერორისტული რეჟიმის წინააღმდეგ საშინელი რაღაცები შეიძლება მოხდეს. მაგალითად, შეერთებული შტატების სახმელეთო შეჭრის შესაძლებლობა, კონტროლირებადი შეჭრა სტრატეგიულ წერტილებში, რათა რეჟიმი უკან დაეხიოს. როდესაც ვაშინგტონი ტონს ამაღლებს, ტრამპი აქვეყნებს, რომ თეირანისთვის დრო იწურება. დიპლომატიური კრიზისი ჩიხში შედის. დრონები ურტყამენ ბარაკას ბირთვულ ელექტროსადგურთან ახლოს მდებარე ტერიტორიას, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში და ირანული მედია იწყებს რეჟიმის მხარდამჭერი სამოქალაქო პირების ჩვენებას, რომლებიც მეჩეთებში იარაღით ვარჯიშობენ. სცენარი აღარ გავს მხოლოდ საჰაერო ზეწოლის კამპანიას და იწყებს უფრო მკაცრი სახმელეთო ოპერაციის შესაძლებლობის გაჩენას.
ეს აუცილებლად არ ნიშნავს ტანკების წინსვლას მთელი ირანის ტერიტორიაზე, რადგან ირანი დიდია, მთიანი და სავსეა მიმოფანტული სამხედრო სტრუქტურებით. მაგრამ ეს შეიძლება ნიშნავდეს შეზღუდულ ქირურგიულ და სტრატეგიულ შეჭრას კუნძულებზე, სანაპირო ზონებში, რევოლუციური გვარდიის ბაზებზე ან წერტილებში, რომლებიც გამოიყენება დრონებისა და რაკეტებისთვის. სწორედ აქ იწყებს რეჟიმი პანიკას. თეირანი იცის, რომ თუ შეერთებული შტატები გადაწყვეტს სპეციალური დანაყოფების, საზღვაო ქვეითების ან დამხმარე ჯარების განთავსებას კონკრეტულ წერტილებში, რევოლუციური გვარდია აღარ შეეჯახება მხოლოდ შორიდან განხორციელებულ დაბომბვას. ის შეეჯახება ფიზიკურ ყოფნას სენსიტიურ ზონებში. ამიტომაც შეიარაღებული სამოქალაქო პირების გამოსახულება მეჩეთებში ასე მძიმედ აღიქმება. რეჟიმი ცდილობს აჩვენოს წინააღმდეგობა, მაგრამ საბოლოოდ მაინც გამოავლენს შიშს, როგორც შიდა კოლაფსის, ასევე გარე საფრთხის წინსვლის მიმართ. მაშინ, როცა ტრამპი საჯაროდ ახორციელებს ზეწოლას და რეგიონული მოკავშირეები ირანს ან მის დაქვემდებარებულ ჯგუფებს ადანაშაულებენ ესკალაციის გაძლიერებაში, ისლამური რესპუბლიკა ცდილობს ააგოს პრორეჟიმული ადამიანური კედელი აიათოლების სისტემის დასაცავად. ამერიკული ზეწოლა ამ მოძრაობას კიდევ უფრო მგრძნობიარეს ხდის. როიტერსმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დონალდ ტრამპმა კვირას გამოაქვეყნა, რომ ირანისთვის დრო იწურება და ირანის ლიდერებმა სწრაფად უნდა იმოქმედონ. ეს განცხადება ზრდის შიდა მობილიზაციის მნიშვნელობას, რადგან აჩვენებს, რომ ვაშინგტონი კრიზისს აღიქვამს როგორც უკუთვლას და არა როგორც უბრალოდ დიპლომატიურ დაპირისპირებას. ძლიერ მთავრობას მეჩეთი მზადყოფნის სცენად გადაქცევა არ ჭირდება. სტაბილურ მთავრობას ოჯახებისა და ახალგაზრდების კამერების წინ წინააღმდეგობის სიმბოლოდ გამოყენება არ ჭირდება. ასე იყო ნაცისტურ გერმანიაში, განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომის ბოლოს, როცა ადოლფ ჰიტლერი უკვე კარგავდა ტერიტორიებს, ჯარისკაცებს, ქალაქებს და რეაგირების უნარს, მაგრამ მაინც ცდილობდა სრული წინააღმდეგობის შთაბეჭდილების შექმნას. იმ ბოლოს სასოწარკვეთილებაში რეჟიმმა იარაღი ჩააბარა ჰიტლერის ახალგაზრდობის მოზარდებს და სამოქალაქო პირები ჩართო ფოლკსტურმში, იმპროვიზირებულ ძალაში, რომელიც შეიქმნა მტრის წინსვლის შესაჩერებლად. როდესაც რეგულარული არმია უკვე დამსხრეული იყო. ეხლა ირანი ცდილობს მსგავსი გზავნილი გაავრცელოს, როდესაც აჩვენებს პრორეჟიმის სამოქალაქო პირებს, რომლებიც იარაღით ვარჯიშობენ მეჩეთებში. ეს სუფთა ძალის დემონსტრირება არ არის, ეს სირთულის ნიშანია. თეირანი ცდილობს თქვას, რომ მზად არის, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს შეერთებულ შტატებს, ისრაელს და შესაძლო შიდა აჯანყებას. მაგრამ თავად სცენა ამხელს რეჟიმის შიშს. როდესაც დიქტატურა სჭირდება იარაღის გამოყვანა ყაზარმიდან და მისი გადაცემა ჩვეულებრივი მხარდამჭერებისთვის, ის აღიარებს, რომ ომი აღარ არის მხოლოდ სამხედრო საკითხი და გადაიქცა პოლიტიკურ გადარჩენისთვის ბრძოლად. ადოლფ ჰიტლერმა ეს მაშინ გააკეთა, როცა უკვე გრძნობდა კოლაფსის მოახლოებას. ირანი ამას ახლა აკეთებს, რათა სცადოს არ დაუშვას მსოფლიოს გამარჯვება. ხედავ იგივე რამეს. ნერვიული რეჟიმი, ზეწოლის ქვეშ და ცდილობს ერთგული სამოქალაქო პირები ბოლო წუთის ფარად აქციოს. მე ვარ მილსონ ალვესი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი და ჩემი მიზანია ყოველდღე მოგაწოდო ჭეშმარიტი ინფორმაცია. ახალი ამბების ბმულები ვიდეოს აღწერაშია. მოიწონე ეს ვიდეო, გამოიწერე არხი და ბოლოს გადახედე კომენტარებს, რომ კიდევ უფრო მეტად ჩაერთო მილსონ ალვესის საზოგადოებაში.